Young Gillan, Steve Morsi, Roger Glover, Don Ayer, Ian Pacey, Richie Blackmore, John Lordi, სახელები ერთ ლეგენდასთან ასოცირდება, ლეგენდასთან, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო, Deep Purple ჩვენებურად კი ფარფლები. ინგლისური როკ ჯგუფის ჩანაწერების მოსაპოვებლად საბჭოთა მოქალაქეები არც ფულს იშურებდნენ და არც ნერვებს. იყო დრო, როდესაც ლეგენდარული ჯგუფის ჩანაწერებისათვის საქართველოში უშიშროების კომიტეტშიც იბარებდნენ დაკითხვაზე, თუმცა საბჭოთა სისტემა როკ მუსიკის მიმართ უძლური აღმოჩნდა. Deep Purple Led Zeppelin-ისა და Black Sabbath-თან ერთად hard rock-ის ერთ-ერთ პიონერად ითვლება და დიდი წვლილი მიუძღვის მუსიკის ამ ჟანრის განვითარებაში. ცნობისათვის დღესდღეობით გაყიდულია ჯგუფის 100 მილიონზე მეტი ალბომი. Deep Purple-ის ქართველი თაყვანისმცემლები ჯგუფის სოლისტ Young Gillan სტამბულში შეხვდნენ და როკ ვარსკვლავთან ერთად 1990 წელს გაიხსენეს. მაშინ გილანმა კონცერტი სპორტის სასახლეში გამართა და მეუღლესთან ერთად ჯვარის სვეტიცხოველშიც დაიწერა. Young Gillan-ის ქართული უნებები გიორგი კაკაბაძის სიუჟეტში. კილომეტრი. ეს არის მანძილი თბილისიდან სტამბულამდე. ამ გზის გავლას 26 საათი სჭირდება. მათ ვინც ამ ავტობუსით მგზავრობენ, ერთი კონკრეტული მიზანი აქვთ. Deep Purple-ის კონცერტზე დასწრება და ჯგუფის ლეგენდარულ ვოკალისტთან Young Gillan-თან შეხვედრა. სტამბულამდე შორი გზაა და დროის გაყვანაში ისევ Deep Purple-ის მუსიკა ეხმარება. Deep Purple-ის კონცერტზე ქართველი ფანების ორი თაობა მიდის. მამაშვილი მჭედლიშვილები კონცერტზე დასწრებით დიდი ხნის ოცნებას აიხდენენ. 90 წელში თბილისში რომ იყვნენ, ჩემი ქალიშვილი ჯერ დაბადებული წარიყო მაშინ და აი 17 წელია 8 წლის წინ ვაუხსენი რატომღაც პირველი სიმღერა ფარფლების Changed the Time აი იმის შემდეგ ჩემზე უნებურად დაიწყო და დღეს უკვე ძალიან ისეთი თავგადასავლური ფანია დღეს. ბოლო რამდენიმე წუთი კონცერტის დასწრამდე, ბოლო რამდენიმე საათი იქნება ალბათ ყველაზე ამაღლებელი. ის რომ ქართულ ფანებს Young Gillan-თან შეხვედრის შანსი მიეცათ 21 წლის გიორგი კიკონიშვილის დამსახურებაა. გიორგიმ Gillan-ს ოფიციალურ საიტზე წერილი მისწერა, სადაც ლეგენდარულ ვოკალისტს 1990 წელს თბილისში მისი ყოფნის დეტალები გაახსენა და ისიც აღნიშნა, რომ Deep Purple-ის კონცერტზე სტამბულში ჩასვლას ქართველი ფანები აპირებდნენ. Deep Purple-ის ტურ მენეჯერმა მომწერა ესეთი პასუხი, რომ Young Gillan-ის ინიციატივით მან გადაწყვიტა, რომ პირადად შეხვდეს იმ 50 ქართულ ფანს, ვინც ჩადის სტამბულში Deep Purple-ის კონცერტზე. როცა მე ვწერდი, მეგონა რომ ყველაზე მაქსიმუმი რაც შეიძლება მას მოყოლოდა, მადლობის წერილი ან საერთოდ არანაირი პასუხი, იმიტომ რომ ესეთი მეილი შეიძლება ძალიან ბევრი მიესწროს Young Gillan-ს ამ ფანებისგან. უკვე სტამბულში ძირითად ჯგუფს კიდევ რამდენიმე ათეული ქართველი შეუერთდა. ყველა ერთად კურუჩეშმე არენაზე მივდივართ, სადაც საღამოს კონცერტი უნდა გაიმართოს. 1 საათი ლოდინის შემდეგ ჩვენთან პირადად Gillan-ის ტურ მენეჯერი გამოდის და არენაზე შევყავართ. აქ კი უკვე დიდხანს ლოდინი აღარ მოგვიწია. Young Gillan, ვაიმე, მოდის. პირველი შოკის შემდეგ ფანები Gillan-ს ავტოგრაფს თხოვენ. ლეგენდარული მუსიკოსის ავტოგრაფის გარეშე არც ერთი ქართველი არ დარჩენილა. ფანების ალყაში მყოფ Gillan-ს პირველ რიგში მისი თბილისური მოგონებების შესახებ ვიკითხებით. My God, it's here in my mind, the whole thing. ეს იყო მართლაც ფანტასტიკური დრო. ის დღეები ისე მახსენდება თითქოს გუშინ იყო. მახსოვს იმ ადამიანების სახეები, ვინც მაშინ ჩემს გვერდით იყვნენ. ქართული სიმღერები და ცეკვები. მე და ჩემსოლს მანამდე ქორწილი ჯერ ამერიკაში, შემდეგ კი ინგლისში ვქონდა. ქართულმა მეგობრებმა შემოგთავაზეს ქორწილი საქართველოშიც გადაიხადეთო. სპეციალურად ამისთვის ქართული ნაციონალური კოსტიუმები ჩავიცვით. სტამბულის კონცერტის დღეს Young და Bron Gillan-ებს დაქორწინების 25 წლის იუბილე ჰქონდათ. ქართულმა ფანებმა მათ განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთეს. Gillan-ების თბილისური ქორწილის ფოტოები. ამ ფოტოების ნახვის შემდეგ Bron Gillan-მა ემოცია ვერ შეიკავა. I can't speak. I am crying because უბრალოდ ხტირი ემოციებისგან. ეს მართლაც საოცარი საჩუქარია. იმ დღეებს მე და იანი ხშირად ვიხსენებთ. კიდევ ერთხელ ჩამოვიდოდით თბილისში და დავათვალიერებდით თქვენს ლამაზ ქვეყანას. oh yeah.
გილანმა დიფარფლის შესახებაც ისაუბრა და ისიც გაგვიხილა, რომ წლის ბოლოს ჯგუფი ახალი სტუდიური ალბომის ჩაწერას აპირებს. ინტერვიუს ბოლოს იანმა თქვა ის, რაც დიფარფლის ქართულ ფანებს ყველაზე უფრო მეტად გაახარებს. ჯგუფი მზადაა თბილისში ჩამოვიდეს და კონცერტი გამართოს. ჩვენ მხოლოდ მოწვევა გვინდა. თუ ასეთი მოწვევა იქნება, 100%-იან გარანტიას გაძლევთ, რომ თბილისში ჩამოვალთ. მართლა საოცარია, რომ ამ ხელა მანძილი გამოიარეთ ჩვენ სანახავად. ახლა კი უნდა დაგტოვოთ და კონცერტისთვის მოვემზადო. იმედი მაქვს, რომ კონცერტის დროს თქვენი ხმებიც შემოგვიერთდება. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა იანს თავისი საჩუქარი გადასცა. 6 წლის წინ დიფარფლის კონცერტზე ბერლინში ჩვენს მიერ გადაღებული ფოტო. სანაცვლოდ გილანმა საკუთარი ავტოგრაფი ჩვენი კამერის ობიექტივზე დადო. მიუხედავად იმისა, რომ დიფარფს ბოლო 4 წლის განმავლობაში არც ერთი სტუდიური ალბომი არ გამოუშვია, ჯგუფის ნებისმიერი კონცერტი ნებისმიერ ქვეყანაში ანშლაგით თავდება. სტამბოლის კონცერტი ჯგუფის 40-წლიანი საუბრეო ტურნეს ნაწილია, რომლის ფარგლებშიც დიფარფლი მსოფლიოს 5 კონტინენტზე 100 მეტ კონცერტს გამართავს. რადგან არენაზე კონცერტამდე 3 საათით ადრე შევიდნენ, ქართველებმა უშუალოდ სცენასთან ყველაზე უფრო კარგი ადგილები დაიკავეს. საღამოს 9 საათისთვის კურუჩეშმე არენა უკვე მთლიანად გაივსო. 20,000-მდე ფანი ლეგენდარული ჯგუფის გამოსვლისაა. სტამბოლის კონცერტზე დიფარფმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჯგუფის მუსიკოსები უმაღლესი დონის პროფესიონალები არიან და ვირტუოზულ შესრულებაში ასაკი ხელს არ უშლით. ვოკალისტისთვის, რომელსაც ცოტა ხანში 64 წელი შეუსრულდება, გილანი უჩვეულოდ კარგ ფორმაში. სცენიდან იან გილანმა კიდევ ერთხელ ახსენა ქართველი ფანები და მათ მადლობა გადაუხადა. თითქმის 2 საათიანი კონცერტის შემდეგ ფანები არენიდან ემოციებისგან დაცლილები გამოვიდნენ. ქართველებს გაუმართლათ და სცენიდან ნასროლი რამდენიმე სუვენირი წამოიღეს. როჯერ გლოვერის და სტივ მორსის მედიატორები და იან პეისის დასარტყამი ინსტრუმენტის ჯოხი. კონცერტის შემდეგ ყველას ერთი სურვილი ჰქონდა. დიფარფლის შემდეგ კონცერტზე უკვე თბილისში მოხვდნენ.